ხვედი არა ის, მირჩევნია ლაბავოიდან გავფრინდე არწივივით, ვიდრე ძაღლივით ვიყო დაბმული. დამიჯერე ჩემო ძმაო, აი ესე ერთხელ ლაბავის რო შეხვდები, მე მიხვდები რომ არ გისჩევნია და ვერცერთად ვერ გაფრინდები. ასე რომ გამოიყენე უსაფრთხოების ღვედი, იმგზავრეთ უსაფრთხოდ მეტის თვალსაჩინოებისთვის, აი ამ ვიდეოშია გრაფიკულად ასახული, რა ხდება, როცა შეჯახდება ხდება 50-60 კილომეტრით თუნდაც და ღვედი არ გიკეთიათ. ეს ღვედი გამოიგონეს 1959 წელს დააპატენტა ერთ-ერთმა ავტომწარმოებელმა, იმიტომ რომ მათი ინჟინერის გამოგონებაა და იმდენად უსაფრთხო იყო და იმდენად აუცილებელი იყო იმ დროისთვის, რომ მოგეხსენებათ პატენტზე წვდომა თავისუფალი არ აქვს, ანუ სხვა ფირმები ამას ვერ გამოიყენებენ, როცა ერთ ფირმას რაღაც აქვს დაპატენტებული. და პატენტზე მოხსნა თავის პატენტზე შეზღუდვა იმისთვის, რომ სხვა ფირმები შეძლებოდათ ამ ღვედის გამოყენება. თუ იცით რომელი ფირმა იყო ეს, დაწერეთ კომენტარებში, თუ არა და შემდეგ ვიდეოში ჩავწერ ამის პასუხსაც და ასევე იმასაც, თუ რატომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ აი ესეთი უსაფრთხოების ღვედის მატყუარები.